ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა უცხოელ მკვლევარებთან ერთად შავი ზღვის დაბინძურების მიზეზების შესწავლა დაიწყეს. მიზანი შავი ზღვის დაბინძურების შემცირება და ეკოლოგიური მდგრადობის ხელშეწყობაა. პროექტი 5 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების პარტნიორობით განხორციელდება. კვლევებში მონაწილეობას მიიღებენ წამყვანი მეცნიერები, სტუდენტები და გარემოს დაცვის ექსპერტები. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რაშიც ჩართულია 5 ქვეყნის წარმომადგენლობა. მე ვარ თურქეთიდან, მაგალითად ჩვენ დაკვირვებებს გამახორციელებთ მდინარე ჭოროხზე თურქეთის მიდამოებში. თავის მხრივ ქართველი კოლეგები ჭოროხს შეისწავლიან საქართველოს მხარეში. ამრიგად ერთობლივი კვლევების საფუძველზე საშუალება მოგვეცემა შევაგროვოთ მნიშვნელოვანი მიგნებები შავი ზღვის დაბინძურების გამომწვევი პრობლემების შესახებ. წამყვანი ორგანიზაციას წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი. თვითონ თემა პროექტის ეხება შავი ზღვის პლასტიკით და მიკროპლასტიკით დაბინძურებას. მონაცემები, რომლებიც მიღებული იქნება ამ პროექტის შესახებ, განთავსდება ვებგვერდზე და საბოლოო შედეგი გახლავთ ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანი არის ტრანსსაზღვრო თანამშრომლობა ამ პროექტში.